აფხაზეთის ტერიტორიაზე დარჩენილი ქართველები 21 წლის შემდეგ კვლავ რეგიონის იძულებით დატოვებაზე ალაპარაკდნენ. მიზეზი დღეს გაფორმებული შეთანხმებაა, რომლის გამოც გალის მოსახლეობის ნაწილს, ვინც ხშირად გადმოდის ენგურის ხიდიდან ზუგდიდში, ისედაც გართულებულ მიმოსვლაზე დამატებითი შეზღუდვები ექნებათ. როდის გამოჩნდებიან უკვე ოფიციალურად ეგრეთ წოდებულ საზღვარზე რუსი მესაზღვრეები და რა შეიძლება ახალი ხელშეკრულებით რეგიონში გადაადგილების მხრივ მოსახლეობას დღეს ჩვენი კორესპონდენტი პაატა ლაგვილავა ესაუბრა და ის განაგრძობს პირდაპირ ეთერში ენგურის ხიდიდან საუბარს. დიახ, ჩვენ ახლა ვიმყოფებით ბოლო წერტილზე, კონკრეტულად ენგურის ხიდზე, სანამდეც მიახლოება ოკუპირებულ აფხაზეთთან შესაძლებელია. აქედან 230 კილომეტრში კი სოჭი მდებარეობს. სოჭი მე-20 საუკუნის 20-იან წლებამდე სწორედ საქართველოს შემადგენლობაში შესული ტერიტორია იყო. სწორედ დღეს სოჭში მოხდა აფხაზეთის ეგრეთ წოდებულ მთავრობასა და რუსეთის ფედერაციას შორის ხელშეკრულების გაფორმება ურთიერთთანამშრომლობისა და პარტნიორობის შესახებ. სწორედ ამ ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან რამდენიმე დღეში მოხდება უკვე რუსული ჯარების ჩაყენება აფხაზეთის ეგრეთ წოდებულ საზღვარზე და სწორედ ჩვენგან დაახლოებით 100 ნაბიჯში არის ის ადგილი, სადაც რუსებისა და აფხაზების ეგრეთ წოდებული ჯარები გააკონტროლებენ ეგრეთ წოდებულ საზღვარს. ფსოუდან ეგრეთ წოდებული საზღვარი გადმოიწევს ენგურზე. რა პრობლემებს შეუქმნის ეს ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრებ მოქალაქეებს? ნახეთ ვრცლად ჩვენს რეპორტაჟში. ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები ეთნიკურად ქართველები დე-ფაქტო მთავრობასა და რუსეთის ფედერაციას შორის ხელმოწერილ შეთანხმებას უარყოფითად აფასებენ. ხელშეკრულების ამოქმედებისთანავე ოკუპირებულ აფხაზეთსა და დანარჩენ საქართველოს შორის არსებულ ეგრეთ წოდებულ საზღვარზე მათთვის გადაადგილება გამკაცრდება, რაც მოსახლეობისთვის დამატებით პრობლემას შექმნის. ეს ხურჩანაბაკევის ეგრეთ წოდებული გამშვები პუნქტია. ენგურის ხიდის გარდა მსგავსი გამშვები პუნქტების გაუქმება ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტმა რაულ ხაჯიბამ დააანონსა. ეგრეთ წოდებულ გამშვებ პუნქტებზე რუსეთის ფსბ-ს თანამშრომლები ახალც იმყოფებიან, თუმცა ამ შემთხვევაში ეს მათი ეგრეთ წოდებული სამშვიდობო კონტინგენტია. მას შემდეგ კი რაც ფსოუზე მდებარე დე-ფაქტო საზღვარი რეალურად ენგურზე გადაინაცვლებს, ოკუპირებული აფხაზეთის უსაფრთხოებაზე პასუხისგებლობას რუსეთი ღიად აიღებს. აფხაზური მედიის ცნობით კი დე-ფაქტო პრეზიდენტი რაულ ხაჯიბმა საზღვრების უკეთ გაკონტროლების მიზნით ენგურის გამშვები პუნქტის გარდა ყველა დანარჩენი, ანუ 4-ვე გადასასვლელის გაუქმებას აპირებს. რო გაუქმდება მაშინ ვინც ცხოვრობს ეს 10 სოფელი მაინც დაზარალდება. ერთი 70 კილომეტრი მოუწევს ზედმეტი. იგი უნდა შემოუხვიოს აქედან და ჩერეს საქმეას იმ ხიდი მთავარი ხიდი რო არის იმიდან დაწყებული მე რუხი ზუგდიდი და ასე ეს ჩვენთვის საერთოდ არ არის ძალიან ცუდია. ცხოვრობ ქვემო ბარღებში დიდი და 100 საათზე მოვიდა, ახლა გადმოვედი. ხალხი იმდენი არის, იქ ინგურგესიდან ხაში მოვიდნენ, საიდან უნდა წავიდოს, სოფელი ხალხი ცოდვა არ არის. არ შეიძლება, არ უნდა დაიკეტოს ეს გზა. თავარი ერთი გზა აქ უნდა იყოს და ხიდში კიდე უნდა იყოს კაცო. ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები ეთნიკურად ქართველები გალის ბაზარში არსებული სიძვირის გამო სურსათს და საყოფაცხოვრებო ნივთებს ზუგდიდში ყიდულობენ. ასევე ზუგდიდში შემოაქვთ გასაყიდად თხილი და ციტრუსი. დე-ფაქტო მთავრობა ხელშეკრულების ამოქმედების შემდეგ ეგრეთ წოდებულ საზღვარზე პროდუქტის გადატანის მკაცრ გაკონტროლებას გეგმავს. ყველაფრის პრობლემა იქნება. გადასვლის შემოტანის, გატანის, ჩვენი შვილების მოსვლის ყველაფრის. ახლა თქვენ პროდუქტი ძირითადად საიდან შეგაქვთ? აქედან ყველაფერი ძვირია. ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ქართველების ერთი ნაწილი არ გამორიცხავს, რომ ეგრეთ წოდებული სასაზღვრო კონტროლის გამკაცრების შემდეგ აფხაზეთში ცხოვრებას ვეღარ შეძლებენ და ომის შემდეგ 21 წლის განმავლობაში შენარჩუნებული სახლების დატოვება მოუწევთ. რა ვიცი, რა უნდა გავაკეთოთ და გადავალთ აქეთ. რა უნდა გავაკეთოთ მე? ახლა იქ ცხოვრება, აგანა წვალობთ შვილები, 6 შვილი მყავს და ერთი არ მყავს იქით და მე მარტო წვალობ იქ. არიან ისეთებიც, ვისაც წასასვლელი არსად აქვს. ჩვენ დღეს ენგურის ხიდსა და სხვადასხვა გამშვებ პუნქტებზე ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოქალაქეებთან გასაუბრება შევძელით. ამბობენ, რომ აფხაზეთში ცხოვრება გაუსაძლისია, თუმცა მათ დიდ ნაწილს პრობლემაზე ღიად საუბრის ეშინია. არ შეგვიძლია შემსემართეს. გეშინიე. Камиен. ისინიც უყურებენ ტელევიზორს რაღაცა და ბევრი რა გვაქვს სათქმელი, არ ითქმის.
რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ხელშეკრულება სამხედრო და ეკონომიკური თანამშრომლობის გარდა ურთიერთობას განათლების კუთხითაც ითვალისწინებს, რაც ერთიან საგანმანათლებლო სისტემას გულისხმობს. ხელშეკრულების ამოქმედების შემდეგ პრობლემის წინაშე გალის დაბალი ზონის საჯარო სკოლები აღმოჩნდებიან, სადაც სწავლება ამ დრომდე ქართულად მიმდინარეობს. აქვე განათლების თემას გავაგრძელებ ოკუპირებული აფხაზეთის სოფელ საბერიოდან და ფიჩორიდან ქართულ სკოლებში, კონკრეტულად ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ანაკლიაში და ასევე წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფახულანში ქართული განათლების მისაღებად გადმოდის 30-მდე მოსწავლე. ამ ხელშეკრულების ამოქმედების შემდეგ შეძლებენ თუ არა ისინი ქართული განათლების მიღებას უცნობია.